საგამშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვინდა კვლავ სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გელაპარაკოთ. თქვენს ხედავთ, არა და არ დადგა საშველი, არ წყნარდება სიტუაცია. არეულობა დაპირისპირება სოფლიოში, არეულობა და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და ვერაფერს საიმედოს ვერ გეტყვით, რომ ჩანს რაღაც ნათელი წერტილი თითქოს და რაიმე მიდიოდეს უკეთესობისკენ. არ წყნარდება და ვერც დაწყნარდება, იმიტომ რომ ეს ის დროა, ჟამია, მოვლენაა, როდესაც კაცობრიობამ სწორედაც აი ამ დანის პირზე უნდა გაიაროს და ბოლო შედეგი იქნება ის, რომ ან გადადგავს ნაბიჯს ადამიანი და კაცობრიობა აინაცვლებს განვითარების ახალ საფეხურზე, რასაც ვქვია, ახალი ფორმაციის, ახალი სისტემის დამკვიდრება, ან არა განაგრძობს ამ გზით სვლას იქამდე, სანამ არ დადგება ბოლო განაჩენი და ადამიანი თავად არ დაიღუპავს თავს. მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყო წინა საუკუნის მოვლენებიდან, როდესაც დაპირისპირება წითლებსა და შავებს შორის მაქსიმუმამდე მივიდა, დაიძაბა უკიდურესად, გვახსოვს კარიბის კრიზისი, შემდეგ მოყვა ამას გარკვეული გარიგებები, შეთანხმებები და ამ გარიგების თანახმად უნდა მომხდარიყო სოფლიო ერთმართველობის დამყარება და შავი პირდებოდნენ წითლებს, რომ მათ დაისვამდნენ თანამმართველად, ასე ვთქვათ. ამათაც რა თქმა უნდა სურდათ ეს, აწყობდათ დაგროვილი ფული, რომელსაც ვერ გზის სინათლეს ვერ ანახებდნენ, ვერ გამოქონდათ, იმიტომ რომ არსებული სისტემა არ იძლეოდა ამის საშუალებას და უყურებდნენ გარეთ რა, თვითონაც უნდათ ოფიციალურ მილიარდელებად გაფორმებულ, ჩამოყალიბებული იყვნენ, რაც მოხდა კიდევაც უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდანვე და უცებ აი ეს სასტარტო პირობები საბჭოთა კავშირის მთელ მოსახლეობას თითქმის თანაბარი ჰქონდა, მაგრამ უცბად აღმოჩნდნენ უკიდურესად გაღატაკებული მასები და ამ ფონზე გამილიონერებული ბიზნესმენ, ბანკირები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ გარიგებაში იდო ეს ინტერესები და 2000 წლისთვის უკვე ერთობლივად უნდა მომხდარიყო სოფლიო ერთმართველობის მიღწევა, ერთმართველი მეფე პატრიარქის დასმა და თითქოს ამას ხელს ვერც ვერაფერი ვეღარ შეუშლიდა, იმიტომ რომ ყველაფერი მათ ხელში იყო. საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის პაქტის შეთანხმების ქვეყნების ერთობა დაშლილი იყო. წინ დგომი თითქმის აღარავინ აღარ ჩანდა და აი ამ ფონზე მოხდა სასწაულად მოიხსენებენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო მათთვის რაღაც შეიძლება შეეშალა ხელი და რას უნდა ჩაეშალა მათი ეს გეგმები, მაგრამ საქართველოში 1995 წელს ხდება მოსული უფლისიტყვის განცხადება და სწორედ სიტყვით ხდება მათი ამ გეგმების ჩაშლა და დაიწყო იქიდან პროცესი, როდესაც მათი ეს ბოლო წერტილამდე მისული გეგმები იწყებს ჩაშლას. და მოვედით დღემდე არაერთი მცდელობა იყო 2000 წლის მერე დათქმული თარიღები, როდესაც თითქოს და უნდა მისულიყვნენ ერთმართველობამდე, თითქოს და მისულიყვნენ თავიანთი გეგმების ხორჩშესხმამდე, მაგრამ დღემდე მოვედით ისე, რომ ხედავთ, რომ ეს არ ხდება და ამის შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, წარუმატებლობამ და მოსულმა სიტყვამ მოაწყო ისე, რომ მათ შორის წავიდა განხეთქილება. ანუ ისინი ერთ გეგმას ემსახურებიან, მაგრამ რას საუბრობენ, რას აკეთებენ, ერთმანეთის უკვე აღარ ესმით. ახლა პირდაპირ მნიშვნელობით რომ გავიგებთ, რა თქმა უნდა ესმით რას ელაპარაკებენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთისთვის უცხონი გახდნენ, ერთმანეთისთვის აი ამ გეგმებში მოხდა განხეთქილება მათ შორის მიღწევის გზების ასთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მიღწევის გზებზე ვეღარ თანხმდებიან და დღეს რასაც ვუყურებთ, ყველაფერი ხდება სწორედაც აი ამ მოვლენის ფარგლებში, მოვლენიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჟამია ბოლო დრო არის, როდესაც რაზეც უკვე ვთქვით, კაცობრიობამ უნდა ირჩიოს ახალი, ან არა ამ ძველი გზით დასასრულს უახლოვდებით.
ბოლო დღეების მოვლენები მინდა გავიხსენოთ და იმ მოვლენებიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიდის. ომი გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ჯერ აღნიშნეთ, ეს არ არის ორი სახელმწიფოს ომი, ეს არის ორი დაპირისპირებული მხარის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც ეს კონკრეტული ერი და ქვეყანა ეწირება კიდევაც. აგერ ახლო აღმოსავლეთში 12-დღიანი ომის შემდეგ თითქოს რაღაც სამშვიდობო პროცესები მიდიოდა, თითქოს შენელდა, თუმცა ისრაელს ერთი დღეც არ გაუჩერებია ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციები, იქ მუდმივად ხოცვა-ჟლეტა გრძელდებოდა, მაგრამ მაინც ეს იმ მასშტაბების არ იყო, რომ დაუშვათ გვეთქვა, რომ აი მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე მომდინარეობს აქედან, თითქოს ჩაწყნარებული იყო სიტუაცია და ხდება ის, რომ ყატარში შეხვედრაზე დაბარებულ ჰამასის ლიდერებს აი ესე მხანათურად ეს წარმოუდგენელი რაღაცა, ესეთი რაღაც არ ხდება, რომ მოლაპარაკება ჩაინიშნოს და შემდეგ ერთმა მხარემ მეორე მხრიდან მოსული ეს წარმომადგენლები ესე მუხანათურად და ვერაგულად დახოცოს. დაბომბვა მოხდა იმ ობიექტი, სადაც განლაგებული იყვნენ მოსალაპარაკებლად ჩასული ჰამასის სხვადასხვა წარმომადგენლები და მოხდა მათი ლიკვიდაცია. ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო აქციები, ახალი ფორმა გამონახა ოპოზიციამ, რადიკალურმა ოპოზიციამ, მიდიან ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო შტაბთან, იქ არის ბილწითხოვობა, ლანძღვაგინება, ერთმანეთის ცემატყება და შემარცხენელი, რომ ვთქვათ, ქართველისთვის და საქართველოსთვის ეს არის დიდი ლაქა, რომელიც ისტორიაში შევაკიდევაც, როგორც ძალიან დიდი სამარცხვინო ნაბიჯი ეპოქა. დაპირისპირების ეს ფორმა სრულიად მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ნახულობს ამ კადრებს, დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება ქართველს ესე ექცეუდეს, ესე დაუნდობლად, ასე შეურაცხყოფელად. ამ ყველაფრიდან რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 4 ოქტომბრისთვის დაანონსებული გადატრიალების დაქადნება თუ როგორ თქვა ოპოზიციის მხრიდან. ჩემი აზრით ვერ მოხდება, არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება ვცდები. მოხდება ის, რომ ორივე მხარე თავის რაღაცას მაინც მიიღებს, ოპოზიცია შეინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, შეერიგებს იმ დასავლეთიდან შემოსულ ფულს, ხელისუფლება შეინარჩუნებს ხელისუფლებას და განაგრძობს ბიუჯეტის ქვეყნის ხალხის ხარჯზე ჯიბეების გასქელებას და ერთადერთი წაგებული, ვინც ეყოლება ამ დაპირისპირებას და ცემატყებას, ეს არის ქართული ხალხი ორივე მხარეს ერთმანეთთან აი შეჯახებებში და დაპირისპირებაში ნაცემი, შეურაცხყოფილი ერთმანეთზე, შეურაცხყოფა მიყენებული და ასე შემდეგ. აი ამ თემებზე ვისაუბროთ დღეს. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, როგორც წესი მარტივად არ გამოგვდის, ბევრი საკითხი გვიგროვდება. ძალიან გამწვავდა მდგომარეობა, განსაკუთრებით დასავლურ ნაწილში, დედამიწის დასავლურ ნაწილში, რაც იყო პირველი სამაგალითო, აი იქ არის სწორედ ყველაზე მეტად გამწვავებული მდგომარეობა. ესე იგი, არსებული ფორმაცია, არსებული ცხოვრების წესი კრიზისშია შესული და კრიზისები რითაც მთავრდება, იმით ისეთი ტიპის დასასრულისკენ მივდივართ. რით მთავრდებოდა? მთავრდებოდა კრიზისების სამოქალაქო ომებით, დიდი კატაკლიზმებით, ურთიერთშეხლა შემოხლით და გარკვეული ძლავრი ცივილიზაციები ემხობოდა და მათ ადგილს ხვები იკავებდნენ. სხვა მოდგმა შესაძლებელია, სხვა ცივილიზაციული ხედვა და ასე შემდეგ. მაგრამ იმ მასშტაბისა არსებული რაც არის, რისი მეთაურის და წინამძღოლის დასავლეთი იყო, რომ ამ სისტემის კრიზისი და რღვევა ქმნის სიცოცხლის დაღუპის
გარანტირებულ საფრთხეს. ამაშია მთელი არსი ჩვენ თანამედროვეობის სირთულის, სიცნელის და ეს არის სწორედ ის ჟამი, რაზეც ეწერა, რაც უნდა დამდგარიყო, რა დროშიც მოუწევდა კაცობრიობას ცხოვრება, ეხლა ჩვენც არავის არ უკითხია და ამ დროში გვიწევს ცხოვრება და იმ ჩამოყალიბებული ილუზიებიდან რაც მალე გამოვართ, ეხლა რატო ვაგრძელებთ ამ გადაცემას, ვინა ვართ ბოლო 800 ვსვათ ამას სწორედ ხაზს. რა გვინდა? ჩვენი მოვალეობაა, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, რომ ამ ილუზიებიდან გამოვიდეთ. გზა, რითაც მთელი კაცობრიობა ცხოვრობს, ეს დაღუპისა, ეს უკვე წარსულისა, ეს აუცილებელ შეცვლას მოითხოვს, ამას მოითხოვს ახალი დრო, ამას მოითხოვს სამყარო, კოსმოსი, მაღალი ღმერთი ჩვენგან და ეს მარტივი ცნობა მიღებული ქართველობას, ამას შესწირა თავისი 28 წელი ბატონმა გაკიმ, თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის და მართლაც 95 წელს ღიად გაცხადდა ახალი სიტყვის არსი, რამოდენიმე სიტყვით ბატონმა გაკიმ გადალახა თავის თავში და გამოვიდა საზოგადოების წინაშე, თუმცა იცოდა ეს პირველში მას როგორ მომავალს უმზადებდა, მაგრამ ეხლა თემა რომ ძალიან შორს არ წაგვივიდეს და ეს ილუზიები ნელ-ნელა იმსხრო, ეხლა ერთი ნაწილი გვალოდებს რომ რაღაც სასწაულები უეჭველად დაიწყება და ჩვენი სხვა დაგვრჩენია რომ კარგად ვილოცოთ და დაველოდოთ სასწაულებს, მაგრამ ხშირად ვახსენებთ ერთმანეთს რომ სასწაულს უკეთური და მომურშემოდგმა ელის და ამიტომ ჩვენ მემიჯნებით ამ მიმართულებას, იმიტომ რომ თავად ქრისტე გვმიჯნავს თავისი ნათქვამის სიტყვით და ახალი სიტყვა სწორედ ამას გვახსენებს და ეს ფორმაციული ცვლილებაზე გადის სწორედ კაცობრიობის მომავლის საკითხები. ფორმაციული ცვლილებაზე, კაპიტალიზმით, მასონიზმით, სიონიზმით დაუპა უწერია დედამიწას. ეს არის. აქ შემოიტანეს თემა უკვდავების თემაც. ეს განსაკუთრებული დროა, განსაკუთრებულ ჟამში გვიწევს ცხოვრება, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება შევეხოთ, რომ რასაც ადრე არ იყო, ადრე არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ იქნებოდა, მაგრამ დღეს გვიწევს ამ პრობლემებთან შეჯახება და დღეს მსოფლიო საზოგადოებრივობაში შემოდის ისეთი თემები, რაც აბსოლუტურად გაუგონარი იყო და უკვდავების თემაც კი შემოიტანეს. თუ 10 წელს მოვიცდით, შემდეგ მივიღებთ ვინც გადავრჩებით, ამ 10 წელს ვინც გავგზავნებთ, 50 წელი გვეძლევა, რატო? მიკრობიოლოგებმა, ამერიკის მიკრობიოლოგებმა, ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგებმა გაავრცელეს ასეთი ხმები, რომ უკვე მიღწეული ისეთ შესაძლებლობებს მიკრობიოლოგიის განვითარებით, რომ შესაძლებელია გაპირველ ეტაპზე გახანგრძლივდეს და შემდგომში გაუკვდავდეს კიდეც ადამიანი. ხო, აი როგორი დროა. ესე იგი, ვიღაც მიწაზე პირდება უკვე უკვდავების მიღწევას, დასავლეთით პირდება, იქიდან მოდის ეს იმპულსები, ასევე დასავლეთიდან ნაეწყო ის სისტემა, ჩვენ ახლა ვის ვესაუბრებით, ვინ გვისმენს და ჩვენს მენელსა და ჩვენ შორის კიდევ რაღაც ხო არ ჩააყენეს, ხელოვნური ინტელექტი ხო არ არის შემოყვანილი, ChatGPT-დან ხო არ გვისმენენ და გვიყურებენ. აქედან მოსმენილს ჩვენ ვეყრდნობით ახალ სიტყვას, მოსულ სიტყვას და ჩვენი სააზროვნო არეალი პოლიტიკურად და საკითხი გადასაწყვეტი ახალ სიტყვას ეყრდნობა. და ძალიან ბევრი უკვე ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის მიხედვით განსჯის. იმას ეკითხება და ეს ცალკე თემა არის, კიდე უშველებელი თემა, ისე შემოპარულია, უკვე შემოსულია ძვალბილში გვიჯდება და საით უნდა წაიყვანო კაცობრიობა ხელოვნური ინტელექტით. ხელოვნური ინტელექტი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ადამიანის დეპოპულაციის, ადამიანის როგორც ასეთის გაუქმების და ბიორობოტის ჩამოყალიბება შექმნის. საუკეთესო საშუალება. იმ მმართველი წრეებისთვის, ვინც დღეს დედამიწას მართავს. და ეს ისე დააკარგვინებს ადამიანს აზროვნების უნარს, ვერც კი ვიგრძნობთ. ეს დიდი თემა, ამაზე შეგვიძლია ცალკე გადაცემას მივუძღვნათ, უბრალოდ ჩვენ არ გვჩებათ, რომ უფრო სხვა საკითხები იწევს ხოლმე და რა არის ახლა ეს ილუზიები იშლება. ყოფნა არ ყოფნადებს.
რას ნიშნავს? ეხლა ისე კი არა რომ ერთი პარტია წავა, მეორე პარტია მოვა, რაღაცა იდეოლოგიური სხვაობები გვაქვს და ასე შემდეგ. აი ყველაზე მოწესრიგებული სისტემა რაც იყო, რაც სამაგალითო იყო, იქ ხედავთ რომ იქ უკვე ტყვიისეით ელაპარაკებია. უკვე ერთმანეთს ხოცავენ. ასე იყო რომ წესრიგის წყარო უმაღლესი არის ამერიკა და ევროპა და მასთან დაქვემდებარებული, მასთან დაახლოებული და უწესრიგო სოფლიო. სადაც გადატრიალებები იყო ის იყო ეს რაც მესამე განვითარების ქვეყნები. ხო, ასეთი მოდელი დაგვიდეს. და მართლაც ახლა ამ მოდელს მივდებით, ხო, მაგრამ დრომ შეცვალა ეს ვითარება შეცვალა. იქ სადაც წესრიგის და კარგად ცხოვრების და ასე შემდეგ, მაგ სამაგალითო სივრცე იყო, იქ რითი ელაპარაკებენ ერთმანეთს, ერთმანეთს ხოცავენ. ესე იგი ის მოდელია, ეს მრავალპარტიული მოდელი, მართვის მოდელი, რითაც ხიბლავდნენ და რითაც ფაქტიურად ეროვნული საფუძვლები დაგვანგრევინეს, მარტო ჩვენ არა. ეს მოდელი უკვე გაიჭედა, იქვე გაიჭედა დასავლეთში. ეხლა აქ არაფერი საომარი არ იყო, კაცო მოვიდოდა რესპუბლიკელი თუ არა და მერე ხალხი მისცემდა დემოკრატებს და ეს ორ პარტიას ცვლიდნენ. ევროპაში ორპარტიული არ უფრო მრავალპარტიული მოდელები იყო და იმ მოიქაცა რა უჭირს მერე რა ის არა სწავლა და ხო გამოჩნდება ახალი პარტია თუ კი ხალხი ხარს დაუჭერს და ასე შემდეგ მაგრამ არა ბატონო ის ვინც ამ პარტიებით გაბატონებული არაფრით არ უნდა დათმოს თავის პოზიციები და მზად არის მოწინააღმდეგე ფიზიკურად გაანადგუროს დამთავრდა დემოკრატია და როცა თავის შიგნით ამაზე მიდიან აი სულ ახალახანს ახალგაზრდა კონსერვატული ფთის წარმომადგენელი ბლოგერი ახალგაზრდა პერსპექტიული პიროვნება რომელიც ატარებდა სტუდენტებთან შეხვედრას ღიად მოკლეს საარჩევნო კამპანიის დროს თავად ტრამპს ესროლეს როგორც ჩანს ტრამპსაც არტერიაში ესროლეს და ყურის ბიბილოში ხო აი ამ პიროვნებას არტერიაში ხონდა მორთმული და საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა პატარა ამბავი არ არის ესე იგი შავებში განხეთქილება შავ მასონობაში განხეთქილება გლობალისტურ ლიბერალურ გლობალისტური ძალები და ეგრეთ წოდებული კონსერვატიული იმპერიალისტური ამერიკული იმპერიალისტური ძალები ერთმანეთთან სამკვდროს სასიცოცხლოდ არიან დაჯახებული სად ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ დემოკრატიაზე აღარაა ლაპარაკი იქ არის ლაპარაკი არათუ უბრალოდ ის იდეოლოგიური წინააღმდეგობა მხოლოდ, არამედ უკვე გადავიდნენ პიროვნებების მოსპობაზე. თალად ნიღაბი ჩამოიხადა სიონისტურმა რეჟიმმა ისრაელში. აბსოლუტური ნიღბის ჩამოხდა მოხდა. ესე იგი, არათუ გასულ საუკუნეში, მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ნიშნებს ვანგრევთ ინგრევა. ასლეულების და ათასლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული. აი დაუწერელი კანონებსაც უკვე ანგრევს. სიონისტური რეჟიმი, რაშია საქმე? რამ გაამხეცა ასე? მოლაპარაკებაზე დაბარებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაბარებულ ადამიანებს გამანადგურებლით მიდიხარ თავს ესხმიან ბომბა. ესე იგი, ან ეს მსოფლიო უკვე არაფრად აღარ გიღებს. არც ერთი ქვეყანა, არც ერთი პიროვნება, არც ერთი ადამიანური გადაწყვეტილება, ან არაფრად აღარ გიღებს. ისინი რომ არაფრად არ გიღებს, კარგი, გავიგეთ, ეს ისედაც გასაგებია. ისტორიაში ვიცით ფაშისტური თავხედობა. თალმუდისტურ სიონისტებისთვის რომ ყველა დანარჩენი გოია და არ უღებს და ადამიანად არ აღიარებენ და ართვლიან. ეს ისედაც მთავარია მიზანი. მაგრამ ადამიანი როდესაც თუ რა ვიცი პოლიტიკოსს და ჯგუფი თუ მართველი წრე თუ როგორც გინდა თქვა, როდესაც შენ თავსაც არც ემპათიას და ყველაფერზე წამსვლელი ხარ და ამის ნებას აძლევ შენ თავს. ყოვლად უკადრებელი იკადრო. აი ესეთი ვერაგობა ჩაიდინო. ნუ რა ვიცი, წარმოუდგენელია რა ვიცი, ესეთი რამე მე არ მსმენი არ წამიგიქე რა ვიცი ახლა ისტორიკოსი არა ვარ, მაგრამ ზოგადად რაც მსმენი რაც გამიკითხავს, რაც გამიგია ესეთი რაღაცა რომ მოლაპარაკება მიიტყუო. მე ასე მოექცე. ისე რომ ისიც კი არ კითხო იმ ხალხს,
რა პაკეტით არიან მოლაპარაკებაზე მოსული, რა აზრით არიან მოსული, რაზე არიან დამთანხმებელი, იქნებ სულაც ყველაფერზე არის თანხმობის მიღწევა შესაძლებელი, ხო? შესაძლებელი ვივარაუდოთ, რომ ძალიან კარგად იციან ერთმანეთსა და ეს იყო უბრალოდ შეხვედრისთვის, მაგრამ ბევრი ესეთი რაღაც ვიცით ფაქტები დიპლომატიურ ისტორიაში. არა, მე თეორიულად ვამბობ ახლა. ხო, მაგრამ ის შეხვედრა თუ ტარდება იმ შეხვედრისთვის ისიც ჩასატარებელია. შენ როდესაც მოლაპარაკებაზე წამოსულ ადამიანს დგეხარ და ბომბით აფეთქები გზაში, ვინა ხარ შენ? ის ვინაა, ვინც საჰაერო სივრცეს გიტმობს კიდე და გაიძახის, რომ მე ისლამის დამცველი ვარ და მე ესა ვარ, მე ისა ვარ. და თურქეთს მინდა გავახსენო, აი ცოტა სხვანაირად გამოგვდის უკვე ჯემალი და აქეთ რო უჭირავს თვალი დაცებელი იმპერიას თურქეთს, მესხეთს, ბოლოს ერდოღანის განაცხადზე მაქვს საუბარი. ამათაც შეუძლიათ გააკეთონ კეთილი საქმე ბოლოს და ბოლოს. იმიტომ რომ ძირითადად ეს არის აგრესიული იმპერია, რომელმაც კულტურულ ერებსა და ქვეყნებს წაართვა ტერიტორიები, გაანადგურა უზარმაზარი კულტურის კერა ბიზანტიის იმპერია, აღმოსავლეთ რომის იმპერია წოდებული, უზარმაზარი კულტურა შთანთქა. რამდენ ქვეყანას ჩამოაჭრა, ახლა ამას ისტორიას აღარ გავყვები, ჩვენთვის ეს აი შეუხორცებელი ტკივილებია მოყენებული. ნახევარი საქართველო გაგლეჯილი და ახლა აქეთ კიდევ რომ მესხეთის უმღერის და მესხეთის მიტაცებაზე რომ თვალი უჭერია და ასე შემდეგ, ხო, მას შეუძლია კეთილი საქმე გააკეთოს და მიეხმაროს თავის მუსლიმანს მას თუ აქვს მართლარწმენითი სოლიდარობა თუ აქვს. იქ მიეხმაროს, აბა და სიონისტურ ხელისუფლებასთან გაჩაღებული რო აქვს სინამდვილეში ეს ყველა მიწის ესეც ეკონომიკური კავშირი ურთიერთობები და მომარაგების ხაზები რო აქვს მომართული ყველანაირად სიტყვიერად იმ გაუბედურებულ ხარს ვითომ ხარს რო უჭერს მე პოლიტიკურ ნაწილზე მაქვს ლაპარაკი ვინც სათავეში არის და აქეთ მიტაცებაზე რო უჭირო საქართველოსთან კიდე საქართველოსკენ იქ თავის მუსლიმანს მეფს მიხედო, ადამიანს მიხედოს, ხო, თავისი რწმენაც ავალდებულობს, რომ გვერდში უნდა დაუდგეს. მართლა დაუდგეს, მართლა მოუჭრას სიონისტურ რეჟიმს ის საყრდენები, რომელსაც თვითონ უმაგრებს და იქ დაეხმაროს იმ საწყალ ხალხს, რომელთა გენოციდიც არ წყდება. ასე რომ ფარისევლობა უპავს ბევრ რამეს და ეს კეთილი საქმე შეუძლიათ გააკეთონ და მიხედონ იქითკენ. აქ საქართველოს თავი დაანებონ. და მაინც სიონისტური რეჟიმისგან ეს პირველი არ იყო რაღაც ამის გზავს ცოტა ხნის წინათ ჩაიდინეს, როდესაც ირანი თანახმა იყო ბირთვული პროგრამების შესახებ მოლაპარაკებაზე დამზადიყო დასავლეთის წარმომადგენლობასთან და თავის ბირთვულ ობიექტებზე დაუშავა მათი საერთაშორისო ბირთვული ობიექტების ორგანიზაციის წარმომადგენლობები დაუშვა. მოხდა ისე, რომ როგორც ჩანს, ამათ გადასცეს კოორდინატები და იმ დროს, როდესაც არ მოელოდა, იმიტომ რომ მოლაპარაკების პროცესი იყო დაწყებული და დღეს ეს შეხვედრები შემდგარიყო და რაღაც დაზრულიყო თითქოს ასიკეთოდ. აი იმ დროს ხდება ისე, რომ მოულოდნელ თავდასხმას ახორციელებს და სახლებში ხოცავს იმ ფიზიკოსებს, რომლებიც ამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ანტიქრისტე მოდის ქრისტეს სახელით. ფორმულებია ეს. ის უნდა იყოს მიმეღები და მისაღები უმრავლესობისთვის. იმან მერე უნდა გამოავლინოს თავის შინაგანი სახე. ის სხვა საკითხია, რომ სიტყვით ხდება ახლა მოსვლა, სიტყვაა მოსული, სიტყვაა ღმერთი და ეს ანტის სიტყვა, რაც მეფობს, ეს ცალკე გასარჩევი საკითხია. და ეს დაირღვა უკვე, დარღვეულია. სიონისტური რეჟიმის მოქმედება ნებისმიერი რწმენის ადამიანისთვის არის სრულიად მიუღებელი. რაც ხდება ამიტომ ვამბობ, ეს არის დამარცხება, მათი დამარცხება, მსოფლიო მართველი კლანის მარცხია. რა შეუძლიათ ამან? თუ კი აიყოლიებენ მსოფლიოს დაუპა შეუძლიათ. იმიტომ ვამბობთ, რომ ეს გადაჯაჭვულია რელიგიური საკითხი, ფორმაციული საკითხი, იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი საკითხი და კრიზისი ვლინდება პირველ რიგში იქ, რომელიც პირველი იყო დასავლეთში. და შიგნითაა ეს უბედურობა. და ეჯახება აღმოსავლეთს, ეჯახება ჩრდილოეთს, იმიტომ პირველი დროშა წინააღმდეგობის ასია წითელმა მასონებამ, კრემლში მოკალათებულებმა,
როდესაც დაინახეს, რომ დასავლეთის შავმასონობა ალყის შემორტყმას უპირებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, მათ გადაწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა და აიყოლიეს მთელი აღმოსავლეთი. პუტინის ცნობილი გამოსვლა კონი 2003 წელი იყო, თუ არ ვცდები. ჩინეთი ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანდა. ჩინეთი ითვლებოდა, რომ გააკეთეს მსოფლიო ფაბრიკა. ჩინეთი გამოუშვებდა პროდუქციას და ფულს ისეც გააკეთებდნენ მსოფლიო ერთმმართველობისთვის ზემდიდარი კლანები, ისეც გადაწყვეტდნენ საკითხს. ნურას უკაცრავად. შანხაის შეკრება, ბრიქსის გაჩენა, დოლარის ალტერნატიული სივრცის ჩამოყალიბებამ, გლობალური სამხრეთის გამოკვეთამ და ასე შემდეგ თელმა ამ პროცესებმა, რაც მეტად აწვება დასავლეთი, ჩრდილოეთს და აღმოსავლეთს, მით მეტად იკვრება გუშინდელი მტრებიც კი, იმიტომ რომ ინდოეთი და ჩინეთი სასაზღვრო პრეტენზიები ექნებათ და არა მარტო სასაზღვრო პრეტენზიები, ფიზიკური შეხლა-შემოხლაც, არც ერთს არ აქვს ერთმანეთთან მთლად დალაგებული კავშირი ურთიერთობები, მაგრამ იმდენად დიდ საფრთხეს ხედავენ დასავლეთისგან, იმდენად ბევრი დაიჭირხნა დრო და აჩქარდა და იმას რასაც ადრე თქვა საუკუნეები ჭირდებოდა, რომ გაევლო და მერე გავიწყდება ადამიანს და საზოგადოებას, ახლა ამ დააჭირხნულ დროში ძალიან სწრაფად განვითარდა და სურათები დაიდო. როგორია დასავლეთის მმართველობა? ადამიანი ამთავრებს სახრჩობელაზე, ან ქუჩაში გაუპატიურებით და მოკლით, როგორც კადაფი, როგორც სადამ ჰუსეინი და ბევრი შეიძლება ჩამოვთვალოთ, როგორ უსწორდებიან. და ახლა როცა ერთმანეთს ტყუისენით ელაპარაკებიან, ვის დაინდობენ? ეს ჰიბრიდული ომია და ჰიბრიდულ ომში ვინც დამარცხდება? რა ელის? შემთხვევით არაფერი არ ხდება. და გადმოვინაცვლოთ მაშინ შიგნით. აი საქართველოს აღმოჩნდა, რომ ამ ჰიბრიდულ ომში ან უნდა გამოგვიყენოთ როგორც მოწინავე კარგი საომარი ტერიტორია ამ დიდმა ძალებმა და ჩვენ გავქრებით, არა და თუ უნდა თავი შევინარჩუნოთ, მაშინ იმ დიდ ზეწოლას უნდა გავუძლოთ, რა ზეწოლის განხორციელება შეუძლია ომის წარმოებელ მხარეს. ამ შემთხვევაში ეს დასავლეთია, ევროპა, ამერიკა. ეს არჩევნები ვთქვით, რომ ეს არის საბაბი დიდი დაპირისპირებისთვის, დამხობისთვის, რა. და აი ამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჭიდილით აღმოჩნდა ისე, რომ წითლებმა კი დაიწყეს შეწინააღმდეგება, მაგრამ როგორც ჩანს, არ ეგონათ თუ ამ დონეზე გაურთულებოდათ საქმე. ალბათ იფიქრეს, რაღაც ოლიგარქების მოლაპარაკებით გადაწყდებოდა და ქართულად რო თქვა ისე და გასაგებად მოაკვარახჭინდებოდა საქმე. აი როგორც მოაკვარახჭინეს მაგალითად ყირიმის საქმე. თოფი არ გავარდნილა იქ რაღაც მორიგება, გარიგება, მოულოდნელობა და ასე შემდეგ მარტო მოულოდნელობის ეფექტი არ იყო, უსისხლოდ მოხდა დაკავება და ასე გადაწყდებოდა ნაკლებად მტკივნეულად უკრაინაშიც, უკრაინით ის საკითხები, რამაც თავი მოიყარა. არ მოხდა ასე. და რა გქონდა შემოთავაზებული? უკრაინა იყო პოლიგონი, სადაც ორივე მხარე მუშაობდა ერთმანეთის შემოტყუებაზე. კი. ხო, ეხლა მაგან შორს უარ წაგვიყვანოს, აი მაგ თემატიკამ, ეს ძალიან დიდი თემატიკაა, ისი გამოკვეთა მინდა, რომ ახალმა სიტყვამ რა გითხრა, ახალმა სიტყვამ დაგვიდო უმტკივნეულოდ გადაწყვეტის გზა. მეთოდი, როგორ უნდა დალაგდეს უმტკივნეულოდ, როგორ გადავიდეთ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, როგორ გადავრჩეთ და მერე როგორ წავიდეთ გაბწყინებისკენ. ეს არის პროგრამული მოცემულობა, ყრილობის დადგენილები და ასე შემდეგ. საბოლოო შედეგი რა იყო? უარი თქვა. ქვეყნის წამყვანმა ძალებმა გააკეთეს ისე რომ მოსახლეობა, თვითონ თავისთავად ცხადი, უარი თქვეს ამ მიმართულებით, ქვეყნის გადარჩენა და სამომავლო განვითარებაზე უარი თქვა. და მთავარი იყო, რომ შენარჩუნებული იყო ის ფორმაციის სისტემა, რაც არის. ეხლა რა ხდება? აი ამ მსოფლიო კრიზისმა უკვე რაც თვალნათელია და ღიად უყურებთ, რამაც წარმოქმნა ორი უშველებელი მოპირისპირე ძალა და ჰიბრიდული მსოფლიო ომია გაჩაღებული, აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი ინტერესია საქართველოზე თავისი მიზნებიდან გამოიყენოს მეომარმა მხარე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გაქრება. ომში ჩაება რუსეთი პირდაპირ, კოლექტიურ დასავლეთთან. წითელი მასონობა.
ამ ომმა იძულებული გახადა რომ დაეყრდნოს ეროვნულს იქაც. დაეყრდნოს მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ ხალხი ბრძოლობს და იბრძვის, როცა რწმენით არის შეგული. რწმენიზე გარეშე ფულისთვის ადამიანი არ იბრძვის. ფულისთვის და ფულის არმიები დასავლეთს ხავს, პროკებით რომ მოქმედებს. მაგრამ რეალურ ბრძოლის ველზე გამსვლელი არ არის და ეს აჩვენა ერაყმაც, აჩვენა ავღანეთმაც, უდამოძრაობულები გამობრუნდნენ უკან. ფრონტის ხაზზე მეომარი ძალა არ ყავს დასავლეთს. ის პროკებით მეომარია, დისპლეით მეომარია. ჩაება რუსეთი და დაჭირდა რწმენის სამოწევა, დაჭირდა ეროვნული სული სამოწევა, დაჭირდა ნაციონალიზაცია, ეროვნულ საკუთრებაში უკან დაბრუნება, მთელი რიგი წარმოების სფეროში. აბა როგორ არის ახლა რუსეთის სამხედრო მრეწველობა, ერთად აღებულ დასავლეთის სამხედრო მრეწველობა ჯობლის ეს ჩამონგრეული, დაშლილი, განადგურებული ქვეყანა. რანაირად ახერხებს? ეროვნულ საკუთრებაში სახელმწიფო კონტროლზე აღყავს ისევის წარმოების დარგები და დანგრეული და განახევრებული და რაღაცა დარჩენილი იმისა, რაც საბჭოებს ჰქონდა შექმნილი და ამის ეფექტურად გამოყენებით ამ ხელა უზარმაზარ კოლექტიურ დასავლეთს უწევს წინააღმდეგობას. ახლა ყავს მოკავშირეები და სხვათა შორის ის მოკავშირეც კორეაც სხვა წყობის ქვეყანა არის, ხო? ესე იგი, რა მოითხოვება ახალ სისტემაში? ახალი სისტემა მოითხოვს იმას, რომ მოვიდა დრო, რომ ყველა ერმა თავის ქვეყანა თვითონ უნდა მართოს. ახალი სისტემა მოითხოვს, რომ ფულზე არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა. ახალი სისტემა მოითხოვს, რომ ქრისტიანული, ზოგად ქრისტიანული მორალი ეკონომიკაში შევიდეს. ესე იგი, ეროვნული ეკონომიკის შექმნა და ჩამოყალიბება ეს აუცილებლობა. ესე იგი, რისი თქმა მინდა, ქართველ ერს ჩაუხერგეთ გზა და ვერ გადავწყვიტეთ, ვერც ჩვენ ვერ მივარგეთ ერის შვილებმა, მარტო ზევით მოყოფნზე არაა საუბარი, ის გასაგებია, რომ წინმავლებმა დაკეტეს და ბოლომდე ვერ აღვასრულეთ ის, რაც ჩვენ გვევალება ერის წინაშე, ღვთის წინაშე და კაცობრიობის წინაშე. ფორმაციის შეცვლას ვერ ჩაუყარეთ საფუძველი. ვერ დავიწყეთ, უბრალოდ საფუძველი ჩაყრილი აქვს, თეორიული მოცემულობა ბაზა არსებობს, საზოგადოებაც მომზადებულია ამ ახალი სიტყვით. მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოშია უკვე მომზადებული. მაგრამ რადგან ეს ნებაყოფლობით ის არ ვირჩიეთ, ვითარება შეიცვალა იმ დაგვარად, რომ თუ კიდე რომ გადარჩენ, მაშინ ეს პრინციპები უნდა გაატარო მაინც. თუ სიცოცხლე გინდა, თუ არსებობა გინდა, ეს პრინციპები უნდა გაატაროს. ეს არის ორი პრინციპი, ორი ძირითადი პრინციპი. ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსი, თუ გინდა რომ გადარჩე და იყო და იარსებო, და მეორე, ფორმაციულ ცვლილებაზე უნდა წახვიდე. ორივეს ნიშნები არის საქართველოში. იდება. ხელისუფალი, ვინც მართავს ეს ფაქტობრივი ხელისუფლება, შევაჯამოთ, იძულებული ხდება ასეთ ნაბიჯებზე წავიდეს. მაშინ იმხრობოდა კავკასიაში ციყვამი და რომელიმე მხარეს. რატო არ მივემხართ? მაშინ მივემხართ, აი მსოფლიოში აგერიქით, ევროპა, ხედავთ იარაღს ისხავს, ხედავთ საზღვრებს ნაღმავს, ხედავთ ომის პროვოცირებას, რატო არა ვართ? ვიცით თუ დაუყვა, რა? კარგი. რატო რუსეთის მხარეზე არ გადავდივართ? პრორუსულებიც ხო ვართ აქ? ხო ვიძახოდით, რომ უნდა შეუგროვოთ ფული, რომ ფანერკები იყიდონ რუსმა ჯარისკაცებმა, რომ თავზე, სანგრებში თავზე დაიხურონ, ზევიდან ამსხვრევები არ მოხდეთო. აი მა სერიოზულად ვახმოვანებდით და ტარს უკრავეთ ერთი მეორე. ხო ვარ? რატო არ გადავდივართ რუსეთის მხარეზე? გადარჩენა თუ გვინდა ნეიტრალური პოზიცია, რამენერად უნდა შევინარჩუნოთ. ეს ერთი რომ ჩვენთვის სასარგებლოა, მეორე მსოფლიოსთვის სასარგებლოა, რომ ახალ ცხელკერას არ ვაჩენთ ძალიან დაძაბულ ადგილს. და მესამე, მსოფლიოს მომავალი უნდა, ერთმანეთთან კავშირები უნდა, მაშინ უმოკლეს გზა და დამაკავშირებელიც არის. ხო. ეს ერთი საკითხი. მაგრამ
ამ ნეიტრალიტეტის ხსენებაზე სასტიკად ვართ და დასჯილების სასტიკად ვართ, ყველაზე მოჯადოებული სიტყვა, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილავთ, ეს არის ამ სიტყვის ხსენება. რატომ? ჯერ იყო და მიმუხრებლობა მოვიგონეთ. არ არის ნეიტრალიტეტი, არა მიმუხრებლობა. სამხედრო მიმუხრებლობა. აი თუ ცოტა ნიავქარი იქით გადასზალავ და მე არა ნეიტრალიტეტს გქონდა ლაპარაკი, თუ აქეთ გადმოზალავს ისევ გავაქროთ. ოღონდ ეს არ ვახსენოთ და ახლა მრავალ ვექტორიანობა გვაქვს შემოტანილი სიტყვის მასალად. აი სწორია, როდესაც დიდ გაერთიანებებში არ შევდივართ, მაგალითად როგორც არის შოსი, ბრიქსი. ევროკავშირს ძალიან ვეპორტყიალებით, მაგრამ არც ისინი ვიღებენ. მრავალ ვექტორიანობა რას ნიშნავს? ყველა პრობლემა გავერთიადეთ? კი, ყველა არა, ეგ არა. მაშინ არა, ხო. აი ერთი თუ გაერთიანდება მეორესთან უკვე პრობლემა გექნებაო და ისევ აი ესე ჯობიაო რა, ამ შუალედოს ნეიტრალიტეტი ქვია, მაგრამ ესო არ უნდა ვახსენოთ. რატო არ უნდა ვახსენოთ? თავისი განსაკუთრებული სტატუსით. იმიტომ რომ 1,907,000 რომ შეგვაგროვებინა ბატონ მაგა, კი? მაგიტომ არ უნდა ვახსენოთ. ეს სიტყვა მაგის მერე გახდა უკვე ტაბუირებული და აკრძალული, რაც ამხელა შრომა ჩაგვადებინა და დევს დოკუმენტის სახით, რატო უფრთხილავთ? იმიტომ რომ იმპერიები გვაშინებენ, ხმა არ ამოიღოთ, ოღონდ ჩემსკენ წამოდიოდა სხვების დაკურზე ვთამაშობთ, ისევ არა და რომ გადავრჩეთ ეს გჭირდება. და მეორე საკითხი. რუსეთი იძულებული ხდება ამ ომში რომ გაიმარჯვოს, იმ კოსმოპოლიტურ აღვირახსნილ გამანადგურებელს შეეწინააღმდეგოს, რაც ყველაზე დიდი წარმატებით დანერგა თავისთან, ყველაზე ველური კაპიტალიზმი, ყველაზე აღვირახსნილი რუსეთი საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო და გახდათ. როგორც დამარცხებული, როგორც წაგებული მხარე, ყველაზე საშინელი ფორმებით აქ დაინერგა ის ცხოვრების წესი, რომელიც ცხოვრების წესაც გამიზნულად, თითო კანონით, თითო მოქმედებით გვინერგავდნენ და დაგვანერგინეს. იძულებულია შეცვალოს და დაიწყოს ამის გამოსვლა. აქაც იძულებული ხდებით. და რა ორი ნიშანია? ერთი ნიშანი იყო ის, რომ ბოლოს და ბოლოს, გარედან ფული არ უნდა შემოდიოდეს და გარედან შემოსული ფული არ უნდა მართავდეს ქვეყნის პოლიტიკას და დეკოლონიზაციაა საჭირო. ჩვენ საბჭოთა სისტემიდან გამოველი და კოლონია გავხდით დასავლეთისო და ფორმალურია ჩვენი სუვერენიტეტიო და უნდა გამთავისუფლეთ მაშინ გარედან შემოსული ფულით, არც დასავლეთიდან და არც აღმოსავლეთიდან შემოსული ფულით არ უნდა იმართებოდეს საქართველოში პოლიტიკაო. 100%-იანი სიმართლე ერთი და ეროვნული ეკონომიკის საფუძველი და საფუძველი რა უნდა იყოს? სტრატეგიულ დარგს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, სამეწარმოო ობიექტს სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. თუმცა ეს სახელმწიფოც სფერულად უნდა იმართებოდეს და არა ისეთი ოლიგარქიული და მახინჯი ფორმით, რაც გვაქვს. და მაინც პირველი სიტყვა ითქვა ეს უკვე ანაკლის სპორტთან დაკავშირებით. 51%-ის მფლობელი ქართული სახელმწიფო უნდა იყოს. ეხლა აშენდება ექსპორტი თუ არ აშენდება, დაწყებულია თუ რა დონეზეა ჩვენ ეგ არ ვიცით, ღია ცნობები არ აქვს მოწოდებული, მაგრამ ეს სიტყვა უკვე ნათქვამი. ეს უკვე ტენდენცია. ტენდენცია. მეორე ტენდენცია, რაც გასახარი არის, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიას ეძღვნება გორჯონის 120 მილიონიანი მშენებლობა ახალი ჩამოსასხმელი ხაზების, სადაც აღინიშნა, რომ აქციონერი სახელმწიფო გამხდარა, ქართული სახელმწიფო და უცხოელებმაც, რომლებიც ამ საქმეების სპეციალისტები არიან, რომ დაინახოს, სახელმწიფოა, ყოველ შემთხვევაში ასე თქვეს. ჩვენ არ ვიცით ღიად რა პროცენტია სახელმწიფოს, მაგრამ რომ დაინახოს, რომ სახელმწიფო გარანტად თუ დგება და სახელმწიფო თვითონ არის მესაკუთრე, გარკვეული პროცენტის. ნდობით შემოვალით, ჩავდეთ ფეხზე დავაყენეთ და 750 მილიონი ბოთლი უნდა გამოუშვოთ წელიწადში და ხალხი საფდება წარმოება იქნება. აი ეს ტენდენცია კარგია, ოღონდ ეს ზღვაში წვეთია. ესე იგი, როცა ამ დიდ დაპირისპირებაში აღმოჩნდი და გინდა რომ გადარჩე, დანდობა არ იქნება. ისი არ იქნება, რომ ეს პარტია მოვიდა და ის პარტია წავიდა. ის იმდენად გამწვავებულია
იმდენად დიდია დაპირისპირება, სიძულვილის ენაო. შემთხვევით არაფერი არ ხდება. თავზე ხელის გადასვით ამის გამკეთებელი არ იყო ჩვენი საზოგადოება. და თუ ვინმე თოფით არ დაადგა შიგნიდან ან გარედან, ამ დროებზე არც რუსეთი წავიდოდა, არც საქართველო არ წავიდოდა. არც ენამამული სარწმუნოება გვახსოვდა მანამდე. არც ის, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს სტრატეგიულ დარგებს და არც ის, რომ გარედან შემოსული ფულით არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. არ გვახსოვდა. ეხლა ვიქეკავთ თავს და ეხლა ვცდილობთ, რომ ის რაც ჩვენზე შეიძლება გაიაროს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მეზობელი, მტერია თუ მოყარი, ანუ ასაფეთქებელი საშუალებები. არ უნდა გავატაროთ. რომ უნდა ვის უნდა გაეყრდნოს ამ დროს სახელმწიფოს დაპირისპირება, ვის და ნარკომანებს და გაუბედურებულ ხალხს უნდა დაეყრდნოს, ბარიგებს უნდა დაეყრდნოს. ბარიგები და განარკომანებულები და დაღუპული ადამიანები პირველ რიგში ესევე დაღუპავენ და ესევე უღალატებენ ამ დაპირისპირებაში. ვის უნდა დაეყრდნოს სახელმწიფო კორუმპირებულ, გაქსუებულებს? კი, კაპიტალიზმია, კორუმპირებულებიც ვიყავით, გაქსუებულებიც ვიყავით, ფულსაც ვაკეთებით და მეტი არაფერი გვიკეთებია. სახელმწიფო ხელისუფლებაში ყოფნა იყო, რომ დასავლეთიდან შემოსული დირექტივები აგვესრულებინა და დანარჩენი გვეჭამა და სასახლეები და ვილები გვეშენებინა. აი ამით ვიყავით დასაქმებულები და აი ამ გამოუცხადებელ მსოფლიო ჰიბრიდული ომის პირობებში. აი მოვიდა დაპირისპირების ხაზმა უნდა გაიაროს, რაც წაგლეკავს და დაგუპავს. უნდა შეინარჩუნო ხელისუფლება და რითი გინდა შეინარჩუნო? შიშველი ძალით? არ გინდა რომ მოსახლეობა მხარს მიჭერდეს. კორუმპირებულობით გინდა დაიჭირო. კოსმოპოლიტურობით გინდა და ვერა, ამიტომ რას ვიხსენებთ? ვიხსენებთ ენას, მამულ სარწმუნოებას, ვიხსენებთ იმას, რომ ფული გარედან არ უნდა იყოს, ვიხსენებთ იმას, რომ თუნდაც სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. იგივე საქმეა გასაკეთებელი ჭიათუნ მაგანესშიც. სახელმწიფო უნდა შევიდეს იქ მაკონტროლებლად, მესაკუთრედ. და გამოსწორდეს. ყოველ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი არის. საკონტროლო პაკეტი უნდა იყოს. ოქრო საბადო. ამხელა მნიშვნელობა შეიძინა ოქრო. დოლარის დრო გადის და მანამ ახალი სავალუტო ურთიერთობები ჩამოყალიბდება აღმოსავლეთში, გაცილებით ჰუმანური და ასე შემდეგ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოქროს მარაგებს. ნაციონალიზაცია საჭირო ჩასატარებელი. ამაზე დრო გვიბიძგებს. აი ხვალე-ხვალზეით ევროპამ სხვადასხვა უმთავრესი მიზეზით შეიძლება იქ წასული ჩვენი ხალხი უკან გამოუშვას. რათა სასურველი პოლიტიკური ძალა მოიყვანოს როგორმე. და რითი უნდა შევხვდეთ ჩვენ ამ ხალხს? ხიშტებით უნდა შევხვდეთ? გამდიდრებული, გაზულქებულები რომ სხედვართ ზოგადად, მოკალათებული ვართ ხელისუფლების სათავეში. აი ასე გვინდა? ესე იგი ვითარება გვაიძულებს, რომ ან თვითწმენდას დავიწყებთ და იმის კეთებას დავიწყებთ, რასაც ახალი სიტყვა ითხოვს. ან არადა დავიღუპებით. დავმარცხდებით და მე რას გვიზავენ? აი რაც კადაფს უყვეს იმას გვიზავენ. რაც ჰუსეინს უყვეს და სხვაებს კიდევ ის მოგველის. დარბევა, გამასხარება, ქუჩაში თრევა, მოკლა, არა, არ იქნება? თვითონ არ გადავცემთ ჩვენი მოწინააღმდეგეების პირდაპირ გამონათქვამებს, რომ ცეცხლიც რო დაეყაროს და რო მოკოდეს, რომ მე გამიხარდებაო. ეს ხო ღიად გამოაქვთ უკვე. სიძულვის პატრონებს. ეხლა ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს არ უნდა უპირისპირდებოდეთ ქართველებს. აი ჟამია. ჩვენ არ ვისურვეთ ნებაყოფლობით, შეგნებით წავსულიყავით ევოლუციის მაღალი საფეხურისკენ. მაგრამ ეს ჟამი განკითხვასაც ნიშნავს, მაშინ დრო მოგვადგა თავისი აბჯრით, ვითარება მოგვადგა და არ ვაპირებთ რამის შეცვლას. მაშინ სიკვდილი გვიახლოვდება. იძულებული ვხდებით უპასუხოთ ამ გამოწვევებს. იძულებული ვხდებით დავიწყოთ თვითგაწმენდა. ოღონდ ეს მოჩვენებითი იქნება. არა სიღრმისეული, არამედ მოჩვენებითი, კი ვებძით, რაც ჩვენი ხელი დაინერგა, იმას ვებძით, დაგვანერგინეს უпроსორედ, იმას ვებძით. დღიარ გავა უზარმაზარი ნარკომოვაჭრეების ქსელური ისინი არ გაიხსნას და არ დაიჭირონ ენის არამ 1000-ობით მთელი ლაშქარი და არმია.
20 წლიან მუხლზე მე არ ვიცი ციხე ეყოფა თუ არა ამდენ ადამიანს. დრო გვაიძულებს, თორე ჩვენ თვითონ ვიყავით დაინტერესებული. გაგვეშენებინა კახეთში პლანის პლანტაციები. რა დრო დაგვაყენა? მაშინ დავიუღებთ. კორუმპირებული, ესე კაპიტალისტურად არ გამოვა. და ახლა ეს წმენდა მოჩვენებითია, მარტო საარჩევნო კამპანიისთვის გვაკეთებთ ამას? ის იქიდან რომ შემოვა ქართველი, აქ რას ვახვედრებთ? თუ ევროპამ აქეთ გამოუშვა. აქ სამუშაოდ რომ შემოგვიყვანია პაკისტანელი ინდოელი ის რო დავაკავებინეთ ადგილი. ბინებს რო ვყიდით კიდევ და სოფლისთვის რო გამოუყავით, სოფლების ასაშენებლად, ეს უმაგალითო დანაშაულს ჩავდივარ და ბეწვი არ გვიტოკავს. არც ერთი მხარე ამაზე არ ვდარდობთ, არც ქუჩაში გამოსული და არც ხელისუფლების სკამზე მოკალათებული. რო ჩვენ მამული გავყიდეთ, ეს არავის არ ჩაუდენია, რომ პირდაპირ მშვიდობიან პერიოდში შენ სოფლებისთვის გამოგეყო ადგილები და დასახლებები შემოგეყვანა. ეს არ არის 150.000-იანი, 150 მილიონიანი და მეტი რაოდენობის მასებზია ლაპარაკი. საინტერესო ეს არის, რომ ამაშიც ხო დიდი ფული გააკეთა ხელისუფლების წარმომადგენლობამ, მაგრამ აი ოპოზიცია რომელიც ყველაფერზე ეკამათება და ედავება ზოგს ისეთ რაღაცაზე, რა უნდა დაარქვა იმას ახლა. კი. ის რაზეც რეალურად ოპოზიცია უნდა კრიჭაში ედგეს, ესე ვთქვათ, ხელისუფლებას, იმაზე ენას არავინ ამის ხსენება არ არის. ამაზე ხმას არავინ არ იღებს. ეს არავის არ აწუხებს, რომ განქართველება მიდის. ხვალე-ხვალზევით უმცირესობაში ვიქნებით. აგერ რა დრეშია ევროპა. ბრიტანეთში და გამოიღვიძეს, დაიწყეს ეს მიგრაციის წინააღმდეგ ეს პოლიტიკის გაკრიტიკება და გამოსვლები დაიწყო. ევროპაში სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით არის საფრანგეთში აგერ. საფრანგეთი ვახსენე და ეს გუში წინ გამოაბუნძულეს აგერ აფრიკიდან. კარგავს ევროპის ქვეყნები კოლონიებს, მუქთად წამოღებული ნედლეული აღარ იქნება ჩალისფასებში და ეს გამოიწვევს გასაღების ბაზრებს კარგავენ. ეს უნდათ არ უნდათ გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ სოციალურ კრიზისებს. და ამის დასაწყის ვადენობ ჩვენ უკვე თვალს. ის რომ ჩვენი თანამოქალაქეების, თანამოძმეების, ჩვენი ქართველების იქიდან გამოძევებაზეა ლაპარაკი და სავიზო რეჟიმების მოხსნაზეა ლაპარაკი, მარტო იმიტომ არაა, რომ ხელისუფლებას აქ შემოუყვანონ მოწინააღმდეგეები, გამწარებული, გაბრაზებული ხალხი. არამედ იმიტომ, რომ იციან გათვლა, რომ უახლოეს მომავალში ევროპის ქვეყნები ვეღარ შეძლებს დამატებითი ჩასული ადამიანების გამოყვებას. და მათ ხელფასებით და ფინანსებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს. აქეთკენ მიდის პროცესი, ანუ სისტემის დანგრევა მიმდინარეობს. ქართული პარადოქსის არსი რაში მდგომარეობს ჯემალი, რომ პარადოქსი ის არის, რომ აი ქუჩაში ვინცაა გამოსული ამ ერთგვარი ცვლილებების მოტორი ეგენი არის სამწუხაროდ. ბუჭულაძე თუ არ ვცდები, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხო, ესეთი ამბავია, მოკლედ 1,5 მილიონი ასე უქნია, ეს თავდაცვის მინისტრია. არ ვიცი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი წმინდა ადგილი, რომ შენ ამ პატარა საქართველოს, რომელიც ისტორიულად ასეთ ვითარებაში იყო ყოველთვის და გეძლევა საშუალება რომ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და მის თავდაცვის საქმეებს განაგებდე. ამის პასალარი. ხო, ამის პასალარი ხარ და ერთი არავის შეძენა მაინც, ერთი ჯარისკაცის დაყენება მაინც საზღვარზე თუ შეგიძლია, ეს ბედნიერება გხდა შენ წილად. ამაზე წმინდა და მისაღები რა უნდა ყოფილიყო და ამ დროს რა გვაქვს ფულის სისტემაში გამოსდილი ჰაბიტუსი როგორია, რას აკეთებს, აქ რო აღარ ყოფნის, ესპანეთში უნდა ვილა და იყიდულობს და რამდენს გვაქვს გვილები ნაკიდი, რამდენი ვიხდით ამერიკაში ერთი ადამიანი $1000 რო ჯდებოდა, სახელმწიფო ხარჯზე რომ მივდიოდით და მოვდიოდით, რამდენი ღარიბაშვილი დიდარაშულები ვართ. და ჩვენ ასე გვინდა რომ გაუძლოთ იმ უზარმაზარ წნეხს, რაც გველოდება, არ შევცვალოთ დამოკიდებულებები და ასე გვინდა რომ ცოცხლები გადავრჩეთ, ვერ გადავრჩეთ. და ვინ აიძულებს?
ეროვნული ძალები ვაიძულებთ ჩვენი კრებულით არა. კოსმოპოლიტური ძალები აშინებენ. ეს მათ შეუძლიათ რაღაცეების შერყევა და დანარჩენი ეროვნული ძალები. ეროვნულად რო თვლით საკუთარ თავს, ეროვნული მისწრაფებები რო გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ამ დიდ სპექტაკლში თუ ამას სპექტაკლს უწოდებთ რაღაც მეათე ხარისხოვან როლს გვათამაშებენ, როგორც რაღაც დამხმარე, ხანდახან ქუჩაში გამოსაყენებელი და ასე შემდეგ. მე მოქმედ აქტიურზე მაქვს ლაპარაკი, თორემ ერის სულში რო არ იდოს, ერი რო იმდენად იყოს წამხდარი, როგორც მათ უნდათ და უნდათ. მაშინ აქ ენა მამული სარწმუნოებავდა. ოჯახის სიწმინდეო და ამას უჯერო ხარს ხალხო და ამიტომ ხარი უნდა დამეჭიროთო ეს ლოზუნგი აქ აღარ იმუშავებდა. ამ იდეებს აუდიტორია რო არ ყავდეს. არც გამოიყენებდნენ. გათვლა რომ სწორედაც ამას მეორე მხარდამჭერი. პრეტენზია ერთმანეთთან გვაქვს ჩვენი ეროვნულად რო თვლით ჩვენ თავებს. და წვრილ დაჯგუფებებად რო ვართ მთელ ამ რიგ პროცესებში და დადებით ტენდენციებში ჩვენი წვლილი არის ნულის ტოლფარდი. ეს ის დასავლეთი ემუქრება, მას აქვს ის ძალა, თავისი კოსმოპოლიტები, თავისი იმით, მათ შეუძლიათ და მათგან დაშინებული, შეშინებულები, რომ მათ როგორმე გაუკლავდნენ, ეს ფულის სისტემაში ჩახარშული ხალხი იძულებული ვართ, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რასაც ჩვენებით არ გადავდგავთ. და ამითვე მეწიფდება, აი რის თქმა მინდოდა, ამითვე მწიფდება, სამწუხაროდ. ეს არის ყველაზე რთული, ყველაზე სახიფათო გზა, რაზეც დავაყენეთ ერი. ფორმულაა ეს. ერთი აფხაზეთი არ კმარა, 10-ია საჭირო. სამწუხაროდ თავის დროზე როცა წყდებოდა, ეს ფორმულა ჩავდეთ და ეს ურთულეს უძნელეს ფორმულა. ესე იგი არა ნებაყოფლობით, არამედ სიკვდილის შიშით, ქვეყნის ბურბილ დაღუპის საფრთხით უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯები, არ ვერ გადავდგავთ. ესაც ვერ გადავდგათ, იქ შეწყდება. იქ შეწყდება. იგივე პოზიციაში ჩადგა ჩვენდან გამომდინარე მთელი მსოფლიოც. ეხლა რუსეთი აღმოჩნდა, ეს წითელი მასონობა, აი მსოფლიო პოლიტიკის თავარ არენაზე, იარაღით ხელში და უნდა მსოფლიო განმათავისუფლების დროშას ეხლა ეგაფრიალებს. ეგ ხდება იძულებული რაღაცები. ერთი პერიოდი, მე არა ვარ ის, აი ყვარყვარესა. რონახა. ეხლა დააბაკუნა და გაიჭირა მსოფლიო. ახლა მსოფლიო ხალხებს და ქვეყნებს ეძახს, აი მე ვარ, ვისაც შეუძლია ამის გაჩერება. და დამიდექით გვერდზე, თუ გინდათ რომ მე არ დავმარცხდე და მე ის. ანუ შეიფერა რუსეთმაც უკვე ეს როლი და აი ესეთი მდგომარეობა. შეიფერა და ახლა ყველა ხდება რომ თუ რუსეთი აღარ იქნება სათავოდ მიდგებიან და ყველას მიწასთან გაასწორებენ. დანდობა არ იქნება რატო? აგერ სიონისტური მთავრობა რას აკეთებს. და რა გავლენა აქვს სიონისტურ მთავრობას სოფლიო პოლიტიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში? ეგ ძლიათ არის. პიროვნებებით იმით ამით ეს ყველაფერი სულ ცნობილია. ყველაფერი ღია აშკარა, მაგრამ ერთი რამეა დახურული. ტაბუირებული, რაც აქ ჩვენ ტაბუ დავადეთ და ახსნა არ გვინდა. თუ გადარჩენა გვინდა ბოროტების გზა დასაგდები. აი ეს ნუ უფლისგან აქვს ქართველობას მიღებული და ეს სიტყვა გაცხადებული. და ბოროტების გზა არსებული ფორმაცია და ეს აგვაქვს შესაძლებელი. არსებული ფორმაცია, არსებული პოლიტიკური კურსი. ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ეროვნული საკუთრების გამოცხადება და ასე შემდეგ. დანარჩენი არის მოცემულობა. დღეს ეს ტენდენციები იკვეთება. ხელისუფლება ამ გამოუცხადებელ მსოფლიო ომში შესულია და შევედით. დასავლეთი ევროპა ორ ქვეყანას ლანძღავს. რუსეთი გასაგებია რომ ლანძღავს. დანარჩენ მსოფლიოსთან ეხლა თანამკაცებს თან არა და თან მიდის რომ ვივაჭროთ და ჭამა მინდაო, ჩინეთი გინდა, ინდოეთი გინდა სხვებთან. ამერიკასთან გასაგებია წელში მოხრილია და კაბალაზე ხელს აწერს, მაგრამ ყველაზე მეტად რისხავს საქართველოს.
ყველაზე მკაცრ რეზოლუციებს აკეთებენ და ეხლა ჩვენ პრეზიდენტად წოდებულმა შესთავაზა ამერიკას, რომ ჩვენ მზათა ვართ სულთა ფურცლიდან სტრატეგიული ურთიერთობები და რატო აგვიანებსო უკვისო თქვენ უკვე გადადგით ნაბიჯი სომხეთის, აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს რატო ტოვებთ? კაცო, სომხეთიც და აზერბაიჯანიც რუსეთის საწინააღმდეგო ორბიტაზე გადაიყვანეს. ამიტომ ისინი ხდებიან ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები. ნუ იქ კიდე ბევრი ჩახოვლი ამბავია კავკასია ეს კიდე ძალიან რთული მოცულობის თემა, მაგრამ აი მაინც და საქართველოს ჯერ ვერ აცდუნეს, ვერ გადახავთ იმ რელსებზე, რომ კვლავ იმ სიგიჟის გზას დავადგეთ, რასაც დაგვაყენებს და რამაც დაგვაყენა ტერიტორიული რღვევის ღია მოცემულობასთან. ჯერ ვერ შეგვიტრიალეს ჭკვა. ჯერ მოხალისეები ღიად არ გზავნით, არ არიან ეს იმ ჭკვაზე და ამიტომაც ვერ ხდება, რომ ბოლომდე სტრატეგიული სიყვარულობა გაგვიფორმდეს ისევ და ასე შემდეგ. აი ამიტომ არ ჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც. კი ბატონო, მეგობარი აქტი თითქოს დროებით შეჩერდა, რომ გასაგებია რომ ახლა ამერიკა ფთხილობს, მისი სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ წინა პლანზეც გამოსულია ევროპა და ევროპიდან მოდის დაწოლა. რაც შეიძლება მეტი და მეტი. არ იმალება, აღარ იფარება. ახლა რა ხდება? ევროპა პირდაპირ დიდ ომის მოგიზგიზე კოცონად უნდათ რომ გადააქციონ. ახლა რუსეთმა დრონებით პოლონეთს შეუტია, ნატოს წევრ ქვეყანას შეუტია. ბოლო ინფორმაცია არ ვიცი, ახლა არ გადამემოწმებია, დგას შემხვდა რომ თითქოს რუმინეთის ტერიტორიაზეც დაფიქსდა რუსული დრონები და ვინ ისვის ამ დრონებს? რაღაც მშვიდობაზე წავიდა ლაპარაკი ტრამპის მოლაპარაკი, აღარ გავყვების ძალიან დიდი თემაა კიდე. წავიდა ხო? სიტყვა წავიდა რომ მშვიდობა რაღაც, მაგრამ ნუ მაშინვე ზელენსკი გამოვიდა რომ უკვე პირდაპირ თქვა რომ პუტინი უკვე თავს დაესხა პენსიონერებს. პენსიონერები დაბომბა და დახოცა. მან იცოდა თუ როდის უნდა დარიგებული ყავ თუ პოლკში პენსიები და ზუსტად კოორდინატები აკრიფა. ახლა ნუ ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან გამოტვინებული უნდა ყავდეს უკვე მიმდევრები საზოგადოება, რომ აი ესეთი პრიმიტიული საკენკი უყარო და აიყოლიო. ის სხვა საკითხია, რომ ზელენსკის ომის გარეშე აღარ შეუძლია რომ იყოს. მდგომარეობა ისე შექმნილი. კრიზისი ეგ არის, სოფლის მას არ შეუძლია, უკვე ის თulis რომ ეს თუ შეწყდება, მაშინ ის მოკვდება, აღარ იქნება. აი გლობალისტური ძალები თulian რინგზით თუ აღარ გაკეთდება ის საქმე რაც უნდა გაეკეთებინა. დამთავრდა, მათი ადგილი აღარ არის დამცე, აღარ იქნება. არც ფინანსი იქნება, არც ეს იქნება. და იგივე შეიძლება ვილაპარაკოთ ამერიკაზეც, ამერიკულ იმპერიაზეც. მოკლედ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამ გზით რაც არის უკვე მას მომავალი აღარ აქვს და ძალა აქვს, მაშინ ის იყენებს ბოლომდე. ეს სხვა საკითხია. და ნუ ევროპა მოგიზგიზე იმას მსგავსება ომის კაზს. შემდეგ უცებ ძალიან სწრაფად თითქოს რუსეთი ახლა იმდენად გადაიერია, რომ მთელ ევროპას მოეწგეროს და უშენს საინტერესო ის არის აქ, რომ ჩვენ გვახსოვს 22 წელს, 23 წელს, 24 წლის ნახევრამდე რომ რუსეთი მარცხდება, რუსეთს აღარ აყავს სამხედრო ტექნიკა, არა, ერთი-ორ დღეში სუორი რაკეტა აღარ აქვს, რაკეტებს ვერ აწარმოებს და დღეს არა ხვალ დამარცხდება. ახლა გავიდა რაღაც პერიოდი და დღეს ვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი იმდენად ძლიერია, რომ უკრაინას ხოებძვის და თანადროულად შეუძლია დაესხას რუმინეთსაც, პოლონეთსაც და თემ ევროპას და ნატოს გამოუცხადოს ომი და ეს ურაკეტებო თუ ტექნიკო დარჩენი რუსეთი როგორ უნდა მოახერხოს და როგორ ახერხებს ამას ეგ არ ვიცი. ახლა რაც შეეხება საფრენი აპარატების შესვლას, ეს ვიღაც დაინტერესებული არის, გასაგებია ვიცი დაინტერესებული, რომ რამენაირად ევროპა და რუსეთი დააჯახოს ერთმანეთს. დღეს პრობლემა წარმოადგენს საფრენი აპარატების დასმა, გადაჭერა, როგორც ეძახიან. მე გადაპროგრამირება ხდება და იგივე უკრაინული დრონები შეუძლია რუსეთს გამოიყენოს, ოპერატორები მართონ და წაიყვანონ იქ სადაც უნდა და პირიქით
ეს გადაჭერილი, გადაპროგრამებული რუსული დრონები შეუძლიათ უკრაინელებს ასხვებს წაიყვანონ იქ, სადაც ჭირდებათ და როგორც ჩართულიან საჭირო. მე არ მგონია ახლა მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე არ მგონია დღეს რუსეთი, რომელიც ესეთ დიდ ომშია ჩამული, მაბადიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ დაინტერესებული იყოს, რომ გაიჩალიჩოს და თვითონ გაიხსნას მეორე ფრონტი. ჩვენ ვილაპარაკია მეორე ფრონტის მნიშვნელობაზე, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დასავლეთ მეორე ფრონტის გახსნას, რომ იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლება, რომელიც არ თანხმდებოდა ამ მეორე ფრონტის გახსნას, ადგა და დაიწყო ხელისუფლების მოშორებაზე მუშაობა და მილიონები იხარჯება ამისთვის და განუწყვეტელი ერთწლიანი ეს კი რამოდენიმე წლიანი პროგრამა ამუშავდა და განსაკუთრებით ბოლო წელი, რომ უწყვეტად მიმდინარეობს ეს აქციები, ამ აქციებს ახლა დაფინანსება უნდა და უამრავი ხარჯი. მაგრამ ამ ყველაფერზე მიდის იმის გამო, რომ ოღონდაც საბურავ მიზანს მიაღწიოს და ეს ხელისუფლება შეცვალოს, რათა სამხრეთ კავკასიის მხრიდან გაუხსნას რამდენადაც მეორე ფრონტი. ორი ქვეყანა მზად არის ამ საქმეში. მესამე კი, ეს არის თავი გამოსტელი. და ამ დროს ახლა მე ვერ წარმოვიდგენია კრემლში ისეთი შტერები იჯდნენ, რომ თვითონ გაიჩალიჩონ. მე არ ვიცი ახლა ხვალ და ხვალზევით, როდესაც უკრაინის ამბავს მოინელებს რუსეთი, მე შეიძლება პოლონეთში კი არა, ბრიტანეთში და გერმანიაში შევიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე რაში უნდა აწყობდეს რუსეთს, რომ გაიხსნას და გაიჩალიჩოს მეორე ფრონტი. ეს წარმოუდგენელი ამბავია. კაცო, აქ თან ვიზია ლაპა ნატოს ქვეყანაზეა, ნატოს ქვეყანაზე თავდასხმა, ნატოს ბლოკის ავტომატურ ამოქმედებას. კი ბატონო, მეოთხე პუნქტის ამოქმედება ეგრევე მოითხოვს და მეოთხედან მეხუთემდე ერთი ნაბიჯია. არაფერი, კიდე. ძალიან სწრაფად გადაიზრდება ბირთვულ კონფლიქტში და დამთავრდება ყველაფერი. ამასთან არ შემიძლია, არ შევეხოს სომხეთზე და აზერბაიჯანზე ლაპარაკობთ და ერთი თემა არ წამოვწიო, არ შემიძლია. გასაგებია, რომ ამ ქვეყნებმა ვექტორი შეიცვალეს, გასაგებია, რომ სხვა ორბიტაზე გადაბარგდნენ დასავლეთის ორბიტაზე. მაგრამ ერთი საინტერესო რაღაც მოხდა. საქართველოს მოქალაქე, სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მონაწილეობა მქონდა მიღებული უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ომში და დაუსწრებლად იყო გასამართლებული რუსეთის სასამართლოში პროკურატურის ოფიციალურ წარდგენილი მტკიცებულებებთან და პრაგმატების საფუძველზე საზღვარზე იქნა დაკავებული, სომხეთში გადადიოდა და მე არ ვიცი ხელ ექსტრადიცია უკვე განხორციელდა, მგონი 40 დღიანი რაღაცა ექსტრადიციო აქ მოსამზადებელი პერიოდი ჭირდება საბუთები რაღაცები, ამას მე მგონი ჯერ არ გადაუციათ, მაგრამ აქ ეგ არ არის მთავარი. აქ მთავარი არის ის, რომ სომხეთის ხელისუფლებამ მიმართა რუსეთს, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა გადმოგცეთ, რომელიც უკრაინაში იბრძოდაო. დადაკავებულია თქვენს მიერ ძებნაში გადაცემული პიროვნება საქართველოს მოქალაქე. ეს დალოცვილები, რა ვიცი, ყველას და ყველაფერს ითვისებენ. აგერ რუსთაველი სომეხი იყო და ჭავჭავაძეც კი სომეხია და ეს ვით ნამდვილად სომეხია წარმოშობით. კი ბატონო, გასაგებია საქართველოს მოქალაქეა. მაგრამ რატო წარადგენენ ესე რომ მაინც და მაინც ეს არის საქართველოს, რატო არ ეუბნებიან აი სომხური წარმოშობის ადამიანი არის დაკავებული. ანუ რისი თქმა მინდა მე. აი ეს პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობდა, ამას ჩართული იყო სომხური ლობი, როგორც საზღვარგარეთ მოქმედი, ისე კრემლში მოკალათებული, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რამენაირად გაეფუჭებინათ ურთიერთობა, რამენაირად მტრობა გაეღრმავებინათ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი პატარა ნაწილი კიდევ. ესეთი ამბის ატეხვა, რომ გინდა თუ არა საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ და ეს შეიძლებოდა აი საერთოდ საზოგადოებას არც გაეგო, დააკავეს და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ქვეყნებს შორის ეს პრაქტიკა მიღებულია იმის მიერ ძებნილი პიროვნების დაკავება და გადაცემა და ეს შეიძლება საზოგადოებას ვერც კი გაეგო. მაგრამ არა, აი როგორ მოხდა ეს რეკლამირება მოხდა რა ამ საკითხის, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავა სომხეთმა და აი გადასცემს იმას. აი რა ცუდი ვართ, რა ცუდია საქართველო და რა კარგია სასომხეთი. ჩვენ უფუჭებდით საქმეს და იმან იმ საქმის გამფუჭებით დააკავა და გადასცემს
ეს შეიძლება საერთოდ ამ დღეს დასმულ თემებთან არანაირ კავშირში არ იყოს, მაგრამ არ შემეძლო რომ ეს არ აღმენიშნა. კი ბატონო, აღსანიშნავია, რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ქვეყანაში მიდის ეს აქციები, არ ნელდება, არ ჩერდება, როგორც საუბრის დასაწყისში თქვი უკვე, ხელოვნურად ხდება გამწვავება, არავინ არ უშლის ამ ხალხს, რომ ჩაატარონ აქცია, გამოთქვან თავისი აზრი, ტრანსპარანტები გაჭიმონ, მთავრობის სახთან მიდიან, არავინ არ უშლის, თუ კი ის კრიტიკული მასა წარმოდგენილი აქციაზე, რომ შეიძლება გზის გადაკეტვა, არც გზის გადაკეტვას არ უშლის ხელისუფლება. მაგრამ არა, ეს არ არის საკმარისი. რამენაირად უნდა წავიდეს დაპირისპირების ესკალაცია. და აი წინა გადაცემაში რომ ვილაპარაკეთ, რომ საქართველოს სამოქალაქო ომისთვის ამზადებენ, ეს არის იმის გამოვლენა და გაგრძელება. მიდიან იქ, ახლა იქიდან ერთი ნაბიჯიღაა, რომ საარჩევნო შტაბში უნდა შევარდნენ. მიდის საშინელი შეურაცხყოფა. ეხლა ამას მე რასაც ვლაპარაკობ, შეიძლება სწორად გამგები თუ არ არის ადამიანი, იმან გაიგოს ის, რომ მე ქართული ოცნების მხარეს ვლაპარაკობ და ვამართლე მაგ აქციებს და მაგრამ მე აღნიშნავ აი ობიექტური რეალობა რაც არის. სინამდვილეში ეს ხდება. ეს ახალგაზრდობა მოწამლეს, ტვინი გამოურეცხეს და ეუბნებიან, რომ აი არსებულმა ხელისუფლებამ დაგვაკარგინა ევროპული მომავალი, რომ ჩვენი ხსნა გადარჩენა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაშია, ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ახალგაზრდებს არავინ არ ეუბნებათ, რომ თვითონ ევროპას უდგას დიდი გასაჭირი და კრიზისის დასაწყისის აი ამ ზღვარზეა. შეხედეთ რა მდგომარეობა, აი ნებისმიერი კუთხით, თუნდაც დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელზეცაც ასე დასაუბრები ვართ. თუნდაც მორალურ-ზნეობრივი მდგომარეობა. აგერ გუშინ და გუშინწილ ჩვენ მდგომარეობაში ერთი სივრცე იყო, საბჭოთა სივრცე, მართალია ათეისტური გარემო იყო, მაგრამ აქ არავინ არ ლაპარაკობდა და ვერც ვერავინ ვერ გაბედავდა, რომ ესაუბრა ერთსქესიათა ქორწინებაზე, პედოფილიის ნორმალურ მოვლენად გამოცხადებაზე. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა რესპუბლიკა მხედველობაში. საბავშვო ბაღებიდან, დაწყებითი კლასებიდან მიდის ამისი პროპაგანდა. ის იმ ევროკავშირის ნაწილია. და იქიდან გამომდინარე ეს რაც ხდება იქ. იმ სივრცის ნაწილი როა, იმიტომ ხდება იქ. სხვა სივრცის ნაწილი როცა იყო, იქ ეს არ ხდება. ამიტომ ჯემალი უკვე აი ჩვენი გადაცემის დროც უკვე გვეწურება და შემდეგი გადაცემისთვის ალბათ უპრიანი იქნება მომინიშნოს ეს თემა, რაზეც ახლა ბოლოს შეეხე ჯემალი, რომ ის ერთი ეს გასაგებია რომ არის, მაგრამ იმ ევროპისათვის დასახული მიზნების განსახორციელებლად მით უმეტეს წინასაარჩევნო კამპანია და არა მარტო წინასაარჩევნო კამპანია, ახლა ცდილობენ რომ გამოიყენონ ერის დიდი მამულიშვილების სახელიც. ისეთი როგორიცაა ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე, პირველი ლიბერალი იყო და ასე შემდეგ, რა. სინამდვილეში ილია ჭავჭავაძეს, სინამდვილეში გამსახურდიეს და ყველა მართლაც გულით და სულით ეროვნული მოღვაწე პიროვნების სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით, სწორედ ამ ადამიანების დროშებით, ამ ადამიანების სურათებით თუნდაც რომ წარგვიცხნენ. ეს ახალგაზრდობა ხო გამოყვანილი ყავთ, თუმცა აქ მაინც შევხედოთ ესე მხოლოდ ცალსახელო ვიქნებით. ეს ძალა რო არ ყოფილიყო გამოსული და ეს რო არ ყევდეს. ამ ცვლილებებს ვერ მივიღებდით, ამ ცვლილებების მომწიფებას ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ არ შეიკრა ის მართლაც ეროვნული ძალა, რომელიც ამით შექმნიდა. და ყველაფერი გაკეთდა, რომ ეროვნული ძალები არ შეკრულიყვნენ და არ ჩამოგაყალიბებინა ის, რაც აუცილებელია გადარჩენისათვის საჭირო პრინციპებზე ერთობა, რომ ჩამოყალიბებულიყო. ეს პრობლემის სხვა მხარე არის. მაგრამ აი ახლა ამ ძალას უნდათ, აი რა ძალაც არის, დაბრმავებულია. ახლა ველაპარაკოთ, არ ველაპარაკოთ, ფინანსია ჩადებული, ეს უკვე ესია გაზრდილი, ამის გადაკეთება დროის ამ მოკლე მონაკვეთში შეუძლებელია, ხო? მაგრამ ამას უნდათ კიდევ დაამატონ, დღეს არ კმარა. გადატრიალებისთვის კიდევ დამატებითი ამძრავები არის მომართული და აქ უკვე
გამსახურდიას გამოყენება უნდათ, ბატონი ზვიად გამსახურდიას, მისი ავტორიტეტის, მულია ჭავჭავაძეს ხო იყენებენ და იყენებენ შეძლების დაგვარად და ამაზე ალბათ მომავალ გადაცემაში ჯობია რომ კარგად დავუთმოთ და ეს კარგად დავანახოთ, იმიტომ რომ ყოველ კვირა რაღაც ისეთი ხდება რომ მე აი წინასწარ დაგეგმილ თემაზე ვეღარ ვახერხებ რაღაც გამოდის ისე წინა პლანზე და მე ზალაუნებურად ჩვენი ყურადღება იქითკენ გადაერთვება და ვეღარ ვახერხებ რომ მაგრამ მეც მინდა რომ აქ თემას შევეხო ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების უზენაესის საბჭოს აღდგენის თემას შემდეგ გადაცემისთვის გადავდოთ და ალბათ მოვიდა დრო რომ დავიმშვიდობოთ აღარ გადავულით ჩვენს მენელს მადლობა მოუხადოთ ყურადღებისთვის და თხოვთ მოუწოდოთ რომ უსმინოთ ჩვენ გადაცემებს გაავრცელონ გააზიარონ რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახველმა ნახოს მადლობთ ყურადღებისთვის